გამარჯობათ მეგობრებო, როგორ ახართ? გონი საინტერესო მომენტში მოხდით და რა ხდება ახლა? გეტყვით. ესე იგი მე ვიმყოფე აიდახოში, მივიდივარ მონტანაში და უცბად დავინახე რომ წერია რეკლამა კარტოფილის მუზეუმიო რა. ვა, კარტოფილის მუზეუმი. ახლა კარტოფილი გონი ყველას უყვარს, შემწვარი კარტოფილი ვის არ უყვარს, ხო? და უცბად ახლა ავკრიფ ეს მისამართი აქით არის. კიდე კაი მოვასწარი, ხო იქითკენ მივდივარ და არ უნდა ნახოთ კარტოფილის მუზეუმი მეგობრებო. საინტერესო ამ აიდახოში ყველას ახლა მოუნდა სიარული. მთელი მინდორია და ყველა მანქანა აქ მოდიდა. აი თუ ყველა იქ მიდის მუზეუმში, მაშინ საინტერესო იქნება. იმიტომ რომ გუგში რო შევედი, ასეთი რაღაცა თქოს, რომ შეიძლება დაკეტილი იყოსო და ნახოთ აბა. აქვეა და არ უნდა ვისარგებლოთ მაგ მომენტით. კარტოფილზე რა ვიცი, მივიდეთ და იქ ვილაპარაკოთ, ეხლა წავიკითხავ და უფრო ინფორმაციას ავყიდავ. აიდახოს კარტოფილი, ეხლა რაღაც 2 მილი დაგჭა. მეგობრებო, ნახეთ, აბა ინფორმაცია აკრიფეთ კარტოფილის შესახებ, რომ მუზეუმში რო შევიდეთ, ინფორმირებულები იყოთ. რა არის კარტოფილი, როგორ გავცემა და ასე შემდეგ. იმიტომ მე ვერ მოვასწარ, მე რომ ცოდნა კარტოფილის მუზეუმი იყო, წინასწარ წავიკითხავდი რაღაცას. მაგრამ არა უშავს, ის რაღაცაც გონი საინტერესო იქნება. შემოვედი რაღაც დასახლებაში, სახელი არც ვიცი. ეს არის რომ 15-იან გზაზე აიდახოში ვარ და გადმოუხვიე. აბათ მერე გავიქო. ბლეკფუტი ქვია, ხო, ბლეკფუტი ქვია ამ დასახლებას, ბლეკფუტი. და აქ არის სადღაც კარტოფილის მუზეუმი. Potatoes. კვირადღია კაცო, რა ვიცი, წესი და რიგით. ეგეთ ოჯახები დაადია, რამდენი ხალხია. ახლა ხდება ბაზრობა. კაია, საინტერესო რაღაცა. მოდი ჯერ მუზეუმში წავიდეთ, აქ პატარა მანქანებს ყიდიან. მოდი ჯერ თუ მუზეუმი დაკეტილი იქნება, მერე მოვიდეთ აქ. მარტას კაფე. Hectic Circle. რაღაც პატარა ბაზრობასავით იყო და ტანსაცმელი კი არ იყო, აი პატარა მანქანები რო ელექტრომანქანებს მაგას ყიდიდნენ და ახოთ აბა თუ ის მუზეუმი დაკეტილი იქნება, მაშინ მოვიდეთ აქ. სადღაც იქით რაღაც ცენტრივით არის და ალბათ იქ მე ტრაილერს ვერ გავაჩერებ, ხო ჯობი აქ სადმე გავაჩერო. ვიწრო ქუჩაა და ტრაილერი შესვლა არ შეიძლება. ბლეკფუტი ერქვა ამ დასახლებას არა? აიდახოს შტატის სოფლის მეურნეობის შტატია და კარტოფილიც არის ცნობილი და აგერ ძველი ტრაქტორები თუ სახნავებია და აქეთ არის ქალაქი. იქ ვიწრო ქალაქი, აქ ტრაილერით ვერ შეხვარ. აქ არის კარტოფილის მუზეუმი. Your destination is on the right. აიდახო, მე სადავჩიდი ახლა. აიდახო potato museum. მე დაკეტილია. სადავაჩერა. და ცუდია, მაგრამ ეხლა ჩვენ სადავაჩერდ ახ შევიდე. მაინც ჩავეთვალოს რა. არა მგონი ახლა დამაჯარი მაგრამ მოდი აი შევადა მაგავჩერდე. მოვიდა პოლიცია თუ მოვა მეთქვი რომ იუთუბერი ვარ მეთქვი და გადაღება მინდა მეთქვი. ტრაილერ იუთუბერი ვარ მეთქვი მეთქვი. ოპა. ეს გავჩერდე. იქაც
მაინც ალბათ გავწრები. ყველაფერი ნატურალურად და ბუნებრივად. არა. ესე იგი შევამოწმოთ ამ დასახლებას, რა ქვია, Blackfoot. კუდი დავიხუროთ და ნახოთ კარტოფილის მუზეუმი. ყოფილიყავთ კარტოფილის მუზეუმში. კაი ამინდია. ორ შემთხვევაში სიცივი არ არის. ჩtildeოეთი კი არის, მაგრამ Blackfoot-ი. ატმოვატრიალებ ჩემ ტრაილერს. აი იქ ხედავ, კი აი იქ დავეტევი, გავეტევი იქ. კარგი. წავედით აბა Blackfoot. Blackfoot elevation 4500. ესე იგი, კაი სიმაღლეზე ყოფილვართ. ეს რა არის, აზმატარებელია. მოდი დავიწყოთ ახლა ჩვენებურად ათვისება. გული გამიხეთკა რა, მაგრამ თითქოს რეაქტიული იყო რა ჩართო. რა წერია? Summer hours. დაკეტილია. All week. Winter. Summer hours. დაკეტილია, მაგრამ არა უშავს, ნახოთ რა, კარტოფილის მუზეუმი რა საინტერესო იქნებოდა. ახლა ამხელა კარტოფილი უდევთ. Idaho Potato Museum. მივიდეთ, მოვკიდოთ ხელი, მაგრამ მაინც არ. აბა რა წერია ახლა? ვერ გავიგე ვერაფერი 2015 წელს გახსნესო and everyone who helped make this possible. ესეც იგი, როცა მუშაობს, მაშინ აქ რაღაც donation-ი, ანუ შეწერვის ის არის. აი მეგობრებო, კარტოფილის მუზეუმში მოვედი, მაგრამ რა ვიცი, ამდენად ითვლება მოსვლად. მაგრამ აი კარტოფილს ხომ უნდა მოვკიდოთ ხელი, ახლა ნაღდი რო იყოს. Potato state. წავედით, შევიჭრით რა ხდება ახლა. კაფეა. ვაწყობს ეს რა. კარტოფილი. რა თქმა უნდა ახლა. ისე მათ ამხელა კარტოფილი რო გააზრებული. თქვენ კარტოფილი იცით, ხო? ევროპელებმა საერთოდ სანამ ამერიკა აღმოაჩენდნენ, მათამდე კარტოფილის არსებობა არც იცოდნენ. ამერიკაში ინდიელები სარგებლობდნენ, მაგრამ მე კოლუმბი რო მოვიდა პირველად რო აღმოაჩინა 1492 წელს, მე ხო წამოიღეს და კარტოფილი იყო ერთ-ერთი ის პროდუქტი, რომელიც კარტოფილი, პომიდორი, კიტრი, ლობიო, რამდენი რაღაცა წამოვიდა ამერიკიდან ევროპაში. Cheers. Have fun? No, I wanted to go in museum, but it's closed, yeah. Oh yeah, they're closed. Closed, yeah. Monday through Saturday. I think. Yeah. In Sunday we have vacation. Yeah. Most places are closed on Sunday. So Kirasa დაკეტილია. Okay. Idaho Potato Museum cafe open. ეს კაფე არ გვაინტერესებს. აქეთ რა ხდება? მაინც ახან მოვედით. ეს ორი ტრაქტორია. ეს არის რაღაცა, ვერ ხვდები, რაღაც სპეციალური ის არის ჩასალაგებელი, გასაშრობი. ტექნიკური ტრაქტორია. ძველია, მაგრამ ეთქვა რესტავრირებულია. Farmer Club. მე რომ მაგ ტრაქტორი ჩვენ ტრაქტორს ჩვენც უყავს პატარა ტრაქტორი 25 ცხენის ძალისა და ეს რა იქნება. და ნახოთ. Donation band ვიღაცამ აჩუქა მუზეუმს და აღადგინეს. კაი, წავედით, აბა რა ვქნათ იქით.
სამწუხაროდ მუზეუმი დაკეტილია. მაგრამ მაინც რაღაცა ვნახოთ, გადავხედოთ. რაღაც შიგნით რაღაცა იქნებოდა რესტავრაცია, ისტორია, როგორ აღმოაჩინეს, როგორ განვითარდა, როგორ აწარმოებენ, ალბათ ეს იქნებოდა, მაგრამ ამის გვერდზე არის აი რაღაცა ძველი დანადგარებია, ტექნიკა. და როგორ ჩვენ ყველაფერი გვაინტერესებს და ისა Haige Carl Johnson potato harvester. ეტყობა კარტოფილს რომ მოსავარს აქედან იღებდნენ, ასე მიწა ესა გაევლიდა, ხო იცით კარტოფილი მიწაშია. მე ალბათ ავიდო და ასე და მე აქეთ მოდიოთ. თუმცა ჩვენ ახლა კარტოფილის რამდენჯერმე ხო წამოღებული გვაქვს კარტოფილი. ნანახეთ გვაქვს თანამედროვე ტექნიკა. ეს და უნდა გაგვიკვირდეს, მაგრამ მაინც მუზეუმის ექსპონატები, მაგრამ მე რა მეკითხო მეცი? ეხლა ეს ამ ძიმია თუ ეს ამას ახლა რომ მოკიდოს ძიმი ამას არ გინდა ეკაჩა ხა ეკაჩავები და აი ძრას ვერ უკეთებ რა ისეთი ძიმია თუ და ასეთი ღონიერები ნახე ჩა აი ჯანიანი უნდა იყო ალბათ ცხენს მიაბავდნენ და აი ეკაჩები და ჯლივს ავწია სახნავია თუ რა ძველი ხალხი მაინც რა ძლიერები იყვნენ. ამა გავიდეთ, აბა წავიკითხოთ, ახლა ცოტა ინფორმაცია ავიღოთ. ნიებსო Pioneer Canal Builder of Building Country წავიკითხავ და გეტყვით. და ხშო, გავიქეთ. ესე იგი, ეს დასახლება მეგობრებო, რა ქვია ამ დასახლებას? Blackfoot-ი. პირველი ვინც მოვიდა 1898 წელს მოვიდნენ პირველი გლეხები და 1998-დან 901 წლამდე დაიწყო ამ ტერიტორიაზე ხალხმა დასახლება. და პირველი ასეთი საქმიანობა იყო კარტოფილის წარმოება. და აი ეს იმდროინდელი ტექნიკაა და თქვენ ხშირად მithქვას, რომ ამერიკელებს უყვარს თავიანთი ისტორიის შენახვა და ყველგან მუზეუმები და ასეთი სამახსოვრო ადგილებია. იქით ეს Blackfoot-ი ეს იქით არის დასახლება. ეხლა იქ ჩვენ არ წავალ და მოდი დავათვალიეროთ ეს ჩვენი წერია იქა რომ ეს არის ორიგინალური ტექნიკა, რომელსაც ეს პირველი მოსახლეები სარგებლობდნენ. Pulled by horse, 25 horse power tractor. ეს ვერ გავიგე, pulled by horse power tractor powered by PTO. 25 ცხენის ძალა horse. ამას ვინ მიყავს? მოტორი სად არის, ვერ ხვდები რა. ნახეთ, მეგობრებო, ეს ხომ და ვახ, რამძიმია. ჩემი წელის გადამკიდე. არაფერი, ეს ამას ტრაქტორზე, ამას მიაბავდნენ ტრაქტორზე. ეს არის ეს ტრაქტორი, დააბავდი ტრაქტორს. სავალოდოთ და ამით მე მოსავალს იღებდი რა. მოგეთ როგორ არის? ეს ხომ მიწაში შეძრებოდა. და იქიდან კარტოფილი მიდიოდა და ეს მე ალბათ მოძრაობაში იქით გადააგდებდა და იქით აგროვებდნენ და აი ეს აკუჩებდა. ეს კარტოფილი ასე წამოვიდოდა და მე ამას აკუჩებდნენ და მე ალბათ უყან მისდებდა. რაღაცა ხუთით ალბათ და იქ აწყობდნენ კარტოფილს. აგერ არის მეორე სხვანაირი ტექნიკა, ეს უფრო პატარა. ის ამხელა ორი ისა აქვს რა, ლენტი, ქართულად როგორ არის ალბათ ლენტი და ამას ერთი ლენტია. ეს 1920 წელს 20 წლის შესაწყოა დაჟანკული. ეს ალბათ საფოცხია. არის არა მაინც ტექნიკა დაჟანკული. ეს რა არის? აქეთ ადამიანი ჩდებოდა საჯდომია. ამას ესეც ალბათ ახლა ამას კაცი ვერ წერს ცხენით არა ტრაქტორს მიაბავდნენ ალბათ რა.
Potato pulled by horses. ორ ცხენს მიაბავდნენ და ცხენს მიქონდა მაგრამ აი მძიმეა და ამათ რევ არ კიდოთ. ეხლა მწოდნოდა ესა ხო წავიკითხავდი ამის ისტორიასო. აი ეს არის ეს სხვანაირი ის არის ესეც ორი ცხენის ძალა აქვს. ხო აი ხო კაცია დაშაჟდები აქ დაждები და სავარაუდოდ მოსკივერები აქაც ერთი კაცი დასვა აი მძიმეა ხო თავში ტექნიკა აქვს აი არა ნუ კი გავიგე ხე მაგრამ უბრალოდ ექსპლუატაციაში როგორ ხმარობდნენ ამ ხელთან ეს ხო ტალახში მიდის არა მიწა ეკრებოდა ის აეკრებოდა წარმოიდგინეთ რა ფიზიკური ძალის დახარჯვა დაგჭირდებოდა ამაზე გეწარმოებინა მუშაობა. აქეთ რა არის? აქეთ ეს უფრო თანამედროვეა. აქ უკვე შლანგები აქვს ეს უკვე. ხო რა ეს უკვე ტრაგის ზეთი დაწვებოდა ალბათ ამას გამოწევდა და აქეთ უკვე ვეღარ რა ხდება. ნუ კარტოფილის ასაღები, მოსავლის ასაღები საშუალება. აქეთ გავიდეთ. აქეთაც ორი საშუალება. ეს ახნავია, ეს აუგო. რა მძიმეა, კაცო, ვა, გამოვწიე, ხედავ, ძალა მქონე. ამას დავძრავ, ამას ეს დავძარი, მაგრამ ამას ვერ ვძრავ. მაგრამ მძიმეა. აი ჯანიანი უნდა იყო რა. აი წავედით, აბა ეხლა ისიც ნახოთ და ეს ახლა ეს ხელით სამუშაო შაკერ სორტერ. ეს გადახარისხების ხო არის ზოგი ცუდი კარტოფილი, კაი კარტოფილი და შაკერ სორტერ, ანუ გადახარისხება სადაც ხდება. ისტორია. ამ დასახლების ბლეკფუტის დასახლების ისტორია. დავით ახლა ჩვენ მეგობრებო. კარგი იყო მუზეუმი, ღია ყოფილიყო, მაგრამ არა უშავს იქით ბარემ ხემ ქალაქში მე ვერ წავარ შიგნით, იმიტომ დრო არ აქვს და მივიდეთ და აბა რასყიდიანი ბაზრობა რო თქვი. იქ მივიდეთ და შევავსოთ ჩვენი პატარა ეს ვიდეო. ნახოთ აბა შემდეგში თუ მოხდით უკვე მეწოდინება და აუცილებლად მოვართ ახლა როცა ღია იქნება. ნუ ყოველ შემთხვევაში გვიცით რომ ეს მუზეუმი კვირაობით არ მუშაობს სხვა დღეებში. მუშაობენ 10 საათიდან 6 საათად. ხო, აი იქ რა არის, იქაც რაღაცა საინტერესოა, პარემ ნახოთ იქით. Union Pacific იყო რკინიგზის კომპანია. აქეთ ველურ ამერიკას რო ითვისებდნენ. ესეთი ცნობილი ტრანსპორტი იყო და დაკეტილია. ჩვენ კოლორადოში რო ვიყავით ალეკოსთან გახსოვთ მაშინაც შევედით ძველი ვაგონია და ეს მუზეუმი რო ღია არის. მაშინ შედიან ხოლმე მაყურებლები. აი გავაგზავნოთ ჩვენი ამბები. ეხლა მე ვფიქრობ იქიდან როგორ გამოვარ, ვერ გამოვარ. ასე ხوار წამოვიდე ზადნი ხოდი და შეიძლება კი გავეტევი იქი და მივიდეთ იმ ჩვენ ბაზრობაზე. ეხლა მოდი გავიდეთ იქით ჩვენი ჯორჯი დაეტევა, იქა შევამოწმოთ. მეტყვი აქ ეს ტურისტი გაჩერდა. ამერიკელებს უყვართ ხოლმე ესეთი მოგზაურობა. ასეთ ავტობუსს დაიქირავებენ, ავტობუსის სახლი. ადიან მთელი ამერიკის განმავლობაში უკან მიბულიყავთ ეს სუბუქი მანქანა. აი რაღაცა ასე ისვენებენ ხოლმე და ეთქობა ის მოვიდნენ და
სახლი ავტობუსი. მოდი აბა ჩვენ შევეტევეთ კი კაცს. თავი დავიზღვიო რომ მოხვევის რაღაცას არ დავეჭახ. კი, ასე გამოვა, თავისუფლად გამოვა. ოხ. რა კაი ამინდია. ისე ჩრდილოეთში ზაფხული მაგარია რა, ზამთარია ცუდი. მაგრამ არ არის გამორიცხული როგორც წეან მაშინ წინა ვიდეოში რომ გაჩვენე რომ თოვლის მოვიდეს, მაგრამ არ ამგონია რა თოვლი კაცო, ასეთი цаრიელია. კაი, წავედით ახლა ჩვენ იმ ბაზრობაზე. აი ჯახი, იმანძილი გვაქვს, თავისუფლად გავაათ. ორი კასარ დავარტყა. წითელი აგვენთო. გადაუკეთე გზა. ახლა დაუშნო გავჩედი ეგ გზა გადაუკეთე. მაგრამ უკვე რაგი წითელია და ჩვენ თანამორჩილებია. აინტე წვანე. ოპასიო. მოვასწრეთ. Bye. ავტოფილის მუზეუმო. სხვა დღეებში აუცილებლად მოვართ აქ. იმ ბაზრობასთან განან პოლიციელები რა. მეთქე ახლა იქ ქუჩაში, ვაპირებდი ქუჩაში გაჩერება შუაგზაზე, მაგრამ პოლიციელები რო დავინახე, აქ შემოვედი და აქ გავაჩერე და ფეხით მივარ რა. შარია რა, რა ვიცი ხა. ფაქტია რომ უცხო კაცი ვარ აქა და მინდა ეხლა ამათი შარი დაუბედურები. აქეთ ავტოვე ფეხით გავალ, მაგრამ აქეთ რო გავჩერდი, აქეთ კიდევ რაღაც საინტერესო რაღაცას გადავაწყდი, ნახეთ შეხედეთ. აი ძველი ქალაქი რო ეთქვა უყვართ ხოლმე რაღაცები შენახა და აქეთ არის ძველი მანქანები უდგას. შეიძლება კოლექციონერია. აი მამასაც დავათვალიერებ და ის ბაზრობა არის იქითკენ. გავართ მერეში რომ პოლიციელები გაჩვენოთ ის პოლიციელები და აქ ახტება მას ძველი ეს 50-იანი 60-იანი წლების მანქანებია თქვა ვიღაცა პატრონი ყავს და აკროვებს ზედ ამერიკულ ასე დასახლებებში სულ უყვართ ხოლმე ასე ძველი მანქანებია რა მანქანა იქნება ახლა ეს Chevrolet თუ ბუიკი თუ არა წერია. ასეთ არა წერია. აგერ არის. Commando Power Sport. რა მანქანა ხო? DeSoto. აიდახო. ჩვენი გაზოს და ერთი რო არის ეთქობა იმის აბუა, მაგრამ მანქანა ეს. ვერ გავიგე, არა წერია არაფერი. ფაქტია რომ ძველია. DeSoto არის ასეთ მანქანა. ვერ ვხვდები და. რაღაცა ძველი მანქანაა, მაგრამ 21 რო გავს ეს კი ფაქტია. აი ამაზე მე ვფიქრობ. წავიდეთ ახლა იქით. ამ შენობის აქეთ დგას ორი მანქანა, პოლიციის მანქანა და ამით ახლა შემოჩნევ და მოდი წრეს დავარტყა. წესი და რიგი და არაფერი არ უნდა მითხრან, მაგრამ მაინც მოვერიდები რა, ვიღაცა უცხო ტიპი დადის დასახლებულ პუნქტში მკითხავენ. ბარემ ასე ამ შენობას წრეს დავარტყა. ბარემ შენობა აქედანაც მერე გავიდე. ტრეილერით გასასვლელს ნახე. თელიცი კი ის არის რომ გონი ბაზრობა არ არის და ტყუილად წამოვედი აქ პიტავენა წავსულიყავი თუ აქით არის ესა ხო ეს პრობლემა უკვე გადავჭერით ის ხალხი სად არის გონი იქ ფაქტობრივად პრობლემა არ არის ჩვენი ჯორჯით ასე წამოვალ ამ ტრასი და გავალ იმ გზაზე
არა, შემეშალა. თუ იქით განავა. ეხლა თითქოს კი წვალობ, მაგრამ რო დავდევა ესეც კარგია. ჩვენ როგორ ვაკეთებ ცუდიდან, უნდა გადავიყვანოთ კარგზე. აი სიარულიც კარგია. სიარულში ამერიკულ სახლებსაც ვნახულობთ, ეხლა აიდაჰოში როგორ ცხოვრობს ხალხი. აი პოლიცია ეგერთგან ანის მანქანები და შემეშალა მეთქი, აქ არის მეთქი და ესე იგი მე უფრო იქით უნდა წავით. აბა ნახოთ იქით თუ არის ის ბაზრობა. აი შედად მეგობრები, ორი მანქანა რო დგას, ორი პოლიციელი ელაპარაკებენ ერთმანეთს და მე წრე დავარდე. აქედან შევალ მეთქი და მე მეგონა აქ იყო ბაზრობა. არა, უფრო იქით ყოფილა შორს. თუ ნახოთ ერთი ნახოთ. აი იქით შევამჩნი. არა, სწორი გადაწყვეტილება მე მიიღია. ეხლა მე რო ასე ტრაილერი წამოსულიყავი, ეხლა ნახეთ ეგეთ პოლიციელები როდგან არის ორი მანქანა, სად არის? არ ჩანს ხო? აი ეს არის პოლიციელების მანქანა, ეს ორი თეთრი. მე ვაპირებდი, აი ეხლა ასე გზით ასე წამოსვას ვაპირებდი. და იქ უნდა გამეჩერებინა, აი ეგ სადღაც ხალხი ტრიალებს იქა და. რა ვიცი, ეხლა აგერ ველოსიპედის ხაზია და აქ რო გამეჩერებინა, შევა პრობლემა ჩემქნოდა. არა ვშეთ. 500 მეტრამდეა გავიდით ფეხით. ჩავლებრი ამერიკული პროვინციული დასახლება ქალაქია. ტვირა ყველა ისვენებს. მანჰეტენზე ხშირად იმართება ხოლმე ბაზრობები. და ზოგჯერ მიკრის ხოლმე, რომ აი ესე პიტაპირ, როგორც ჩვენთან დახლებს გაშლიან ხოლმე. ქუჩაში ისე შლიან ხოლმე მანჰეტენზე და აქაც არის ხოლმე პროვინციებში ბაზრობები. ეხლა თავიდან რომ მოვდიოდი ასე, კი შევამჩნიე ბაზრობამა, ვიფიქრე ბაზრობაა ჩვეულებრივი, მაგრამ ყურადღება მიიპყრემა, რომ აი პოლიციელი აი გავიდა ახლა. აქ რო გავჩერებულიყო და დამაჩერებდა, მოვიდოდა ჩემს. ხო და რომ მოვდიოდი აქედან მანქანით შევხედე მეთქი რა არის ეს ხალხი რა დგას მეთქი და ჩვეულებრივი ბაზრობა მეგონა, მაგრამ შევხედე რომ ტანსაცმელები და ასე რაღაცები კი არა არის რაღაც ავტომობილი, პატარა სათამაშო ავტომობილებივით. აი მივიდეთ და ნახოთ. ეს არის ბარია, კაფე ბარი. მეც რას ნიშნავს? აი აქ ვაპირებდი გაჩერება ტრაილერის და რა ვიცი ახლა შემოდავეჯარი მებინეთ და აი მოვედი ხო შევამჩნია და რა ხდება, რატო ეს ხალხი აქა? დავზეროთ ახლა, იქნება არ სიამოვნებთ გადაღება. რაღაცებს ყიდიან რა. ეს სპეციალური ბაზრობაა, ვითომ აი. ელექტრომანქანებზე აწყობილი, მე ამას აწყობენ და ეჯიბრებიან და სულ მთელი ის სულ ასეთი იმეებით არის გაყიდვაში რა ელექტროები. ეხლა მე მინახია ბარათაშვილის მოედანზე, ამით ეჯიბრებოდნენ ხოლმე. მე თქვატე და რა ვიცი თუ. აგერ ფეხით ველოდრომია. არა, გამორიცხული რაღაც შეჯიბრებაზე მივიღოთ მონაწილეობა. ნახეთ. ასველებენ. ეთუ კითხო. My friend, it will be show here. It will be show. It will be show here. Competition. It will be competition. Yeah. Yeah. What? We're just taking a lunch break and we're gonna go back. What time? What time? You know what time? Yeah. No, will be some competition. Within a half hour. Okay, very good, very good. მეგობრებო, კაი რაღაცა წავაწყდით. ახლა მკითხე ამა და არ ვიცი რა. დაიწყება ღონისძიება, შეჯიბრება ამ მანქანების და დავესწრებით. მიდიან რაღაცა, ეთქვა შეჯიბრებაა თუ რაღაცა, მკითხავ ალბათ რაღაცას.
რაღაცა ხდება. მან გავერკვიოთ. ეს იგი ბროდვეი. ვა. ცოტა შეშინებული რო ვარ ამ ვიდეოს გადაღებებზე. არაფერს არ ვეკითხები, ნუ ტელეფონს მოხსნი და ისევ ვკითხავ და გავიგებ რა ხდება აქ და რა უნდა მოხდეს. During the summertime. Summertime. And if somebody win, it will be some gift or some. No. Just. Some people get a decal, a sticker, you put on your refrigerator. But there's no money or anything like that. It's just for good fun. Okay, thank you. Yeah. Because I'm first time here, and what is going on? I'm thinking. Yeah. I'm truck driver and looking. Oh interesting. yeah. But they have it in the evenings on Wednesdays and Fridays. Yeah. Starting pretty much now through the rest of the summer. Okay. And then that track over there, see it's got jumps Yeah. and stuff like that over there. So that's a different kind of Like this, yeah. I Understand. So buggies and trucks go over there. Okay. And he does that on Saturdays. I said that. Not today. Not today. No. Today will be over here in Yeah, track. it's today. Okay. Normally they don't race on Sunday, but the weather was bad. We usually race on Wednesday, and the weather was just horrible. Okay. So we decided to move the day. Okay. Thank you very much. Thank you. Всё, გავიგეთ, ესე იგი მეგობრებო, ესე იგი შაბათს და კვირას იმართება შეჯიბრება ამ მანქანებში და მეთქი ამ მანქანებში რა არის მეთქი ეს კიდით მეთქი არაო ჩვენო ყველასო გვაქვს ეს პატარა მანქანებიო ესე და ეხლა ის არის დასვენების დღე break time-ია და 2 საათზე დაიწყებენ შეჯიბრებას და ჩვენ დავესწრებით ამ შეჯიბრებაზე გონი რაღაცა საინტერესოს გადავაწყდით არა მოდი ხა ეს ვიდეო დავამთავრო და შემდეგი ვიდეო იქნება ამ მანქანების შეჯიბრის ამბავი რომელიც დაიწყება 9 საათში